მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაგიკეთებთ ესეთ გაშლას, რა იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღეებში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მოდით ამაზე გავაკეთოთ გაშლა, დღევანდელი გაშლა. რა თქმა უნდა, იქნება 1-3 ვარიანტი და აირჩიეთ თქვენი ინტუიციით ამ 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი და რომელიც თქვენთვის ახლოს ესე იგრძნობთ. მიაქციეთ ყურადღება, რას გეუბნებათ ტარო. ამ შემთხვევაში ვნახოთ. პირველი ვარიანტი. ვნახოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს. რას გეუბნებათ ტარო. ვნახოთ მეორე ვარიანტი. უახლოეს პერიოდში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა იქნება ესეთი მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მოხდეს. რას გეუბნებათ ტარო ამ შემთხვევაში. და მესამე ვარიანტი. რას გეუბნებათ ტარო ამ დღეებში. რა გზავნილია თქვენთვის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რა იქნება მნიშვნელოვანი. და ნახოთ, რას გვეტყვის ორაკულიც. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი ვარიანტისთვის ამოვნებოთ. რა არის პირველი ვარიანტისთვის მნიშვნელოვანი, რა არის მეორე ვარიანტისთვის მნიშვნელოვანი და რა არის მესამე ვარიანტისთვის მნიშვნელოვანი. ნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტში რაღაც ფინანსური მხარე ამოგივიდათ, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ. არის რაღაც შეიძლება ეხებოდეს საოჯახო ბიზნესს, შეიძლება ეხებოდეს ისეთ თემას, როგორიც არის რაღაც დაბანდება რაღაც ინვესტიციის სახით გაკეთება რაღაც თანხის, რომელიც რა თქმა უნდა აქ ჩანს, რომ მოიტანს ძალიან კარგ სარგებელს, ისიც შეიძლება ელოდებით რაღაც დონეზე მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, კარგ შემოსავალს, მაგრამ ეს იმაზე მეტი გამოდის, რაც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ ამ შემთხვევაში. ამ დროს შეიძლება თავიდან რაღაც გქონდეთ ისეთი მომენტები, როდესაც ენერგიის ძალიან დიდ გადინებას გრძნობთ, მაგრამ არ უნდა გაჩერდეთ. ამ შემთხვევაში ნახეთ, თქვენ თუ ფიქრობთ რაღაც კიდევ მომცემ სამყარო მეორე შანსს რაღაცა, შეიძლება ეხლა თუ რაღაცა არ გარისკეთ, თუ რაღაცა არ გააკეთეთ, რაც ჩაფიქრებული გქონდეთ, შეიძლება მეორე შანსი არ გქონდეთ. ამიტომ ეს თუ ეხლა გაქვთ იმის შანსი, რომ რაღაც გააკეთოთ, არ უნდა გადადოთ. ზოგადად გადადება ცოტა არ იყოს, არ არის მომგებიანი და არც კარგი, უბრალოდ თუ ეხლა სამყარო გეუბნება, თუ ეხლა აპირებთ რამე ფინანსურ ინვესტიცია ბევრი სახე შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, თუ რამეს გეგმავთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ახლავე და ეს ძალიან დიდ ზრდას მოგცემთ, ძალიან დიდ ცვლილებებს მოგცემთ თქვენს ცხოვრებაში და რაც იყო მაგალითად წინათ რაღაც გამართლება არ იყო თქვენ საქმეებში, ეხლა ძალიან დიდი გამართლება გელოდებათ. რა თქმა უნდა, ამისთვის უფრო მეტი ენერგია გჭირდებათ, ვიდრე მაშინ სხვა დროს ხარჯავდით და თუ ბოლომდე დაიხარჯებით საკუთარ თავთან, ბევრად მეტს მოგცემთ სამყარო. იმედია რაღაც რჩევებს გაითვალისწინებთ
ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ამ შემთხვევაში რა ხდება? აქ არის ცოტა არ იყოს ურთიერთობაზე ამოვიდე თქვენთან, ვინც რაც გამოდა ეს ვარიანტი აირჩიეთ. აი ძალიან დიდი ბედნიერი მომენტები გელოდებათ ცხოვრებაში. ხედავ კავშირს, ძალიან ისეთ დიდ კავშირს, შეიძლება თქვენს ურთიერთობაში მოვიდეს ახალი წინადადებით ადამიანი, ანუ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დაქორწინება, ის ყველაფერი უმაღლესი მწვერვალი ეს ურთიერთობის ეს დადგეს თქვენს ცხოვრებაში ეს მომენტი. გათვითცნობერება არის სამყაროსგან ისეთი, რომ უკვე იცით რაც გინდათ, როგორც გინდათ, იცით უკვე თქვენი გრძნობების ურთიერთობა არის ცოტა ისეთ მაღალ საფეხურზე ასული და ნახეთ კავშირი არის ძალიან დიდი ამ შემთხვევაში. კავშირი ორ ადამიანს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს უკვე არის ესეთი გრძნობა, რომელიც საჭიროებს უფრო ოფიციალურ ხასიათს და აქ ჩანს ძალიან დიდი ბედნიერება ორივეს მხრიდან და სამივე მაღალი არკანი ამოგივიდათ, ეს არის თან ისეთი არკანები, რომლებიც არ ვიცი, ძალიან კარგია, ძალიან დიდი ბედნიერების მაჩვენებელია, ორმხრივი გრძნობა ჩანს ამ ურთიერთობაში. არის ისეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი მიდის ერთ მომენტამდე, როდესაც უკვე გააზრებული გაქვთ თქვენი ურთიერთობის ყველანაირი მხარე. მოგეთ გილოცავთ, ვინც ურთიერთობაშია და ეს ვარიანტი ჩაიფიქრეთ. ძალიან კარგია. ახლა მესამე ვარიანტი. ამ შემთხვევაში რა ხდება? აქ ეხლა არის ნახეთ უფრო არის ცოტა ისეთი მდგომარეობა, შეიძლება ვთქვათ კარიერული. ამ შემთხვევაში რაღაც არჩევანის წინაშე ხართ. გქონდათ ისეთი მომენტი, როდესაც იყავით პრობლემები შეიძლება არ დავარქვა, მაგრამ ბევრი საკითხის გადაჭრაზე ფიქრობდით, სიმშვიდეს გრძნობდით საკუთარ თავთან, მაგრამ ცოტა ესეთი სიმშვიდე იყო, რომელიც ძალიან გაიწელა და არ იცოდით სადამდე გასტანდა ეს ყველაფერი და გეგონათ, რომ კიდე ძალიან დიდი ხანი დაგჭირდებოდათ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად, იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია ზოგადად, როდესაც გააქვს რაღაცა კარიერა და როდესაც გრძნობ, რომ შეიძლება რაღაც ნაბიჯების გადადგმა და შეიძლება გააქვს 1, 2, 3, 4, 5 ვარიანტი, თუ 5 ვარიანტი არა გაქვს, 2 ვარიანტი მაინც როდესაც გაქვს და გიწევს არჩევანის გაკეთება, ამ შემთხვევაში ეს არჩევანი თუ არის ისეთი, რომელიც შეიძლება მაღალ საფეხურზე არ გადადიოდე, მაგრამ არის როგორი იცით, ცოტა დამაფიქრებელი და ეს ნამდვილად ეს არჩევანი მოგიტანთ ძალიან კარგ შანსს. ნახეთ კიდე რა არის, რას გვიჩვენებს ორაკული, გვიჩვენებს, რომ შეიძლება იყავით ძალიან კარგ პოზიციაში, ძალიან კარგი სამსახური გქონდათ, მაგრამ ისეთი სამსახური შეიძლება შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც ძალიან დიდ ნახტომს გაგიკეთებთ თქვენს კარიერულ წინსვლაში. შანსს მოგცემთ, რომ უფრო უკეთეს, ასე ვთქვათ, ლეველზე გადახვიდეთ. და მთავარი არის, რომ ეს ცოტა შეიძლება გაგიჭირდეთ რაღაც მომენტში, ეს იქნება თუ არა, გქონდეთ ესეთი აზრები, გქონდეთ რომ ფიქრობდეთ, არის კი ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრად კარგს გააკეთებთ თქვენს კარიერულ წინსვლაში, თუ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ, ამ შემოთავაზებას, რომელიც შეიძლება მიიღოთ სხვადასხვა კომპანიებისგან ან პარტნიორისგან ან ძალიან კარგი
შემოთავაზება იქნება დამიჯერეთ, რომელიც არა მარტო კარიერულად წინ წაგწევთ, ანუ თქვენ პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს და ნამდვილად არ ღირს ამ შანსის ესე გაშვება. კარგით, მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი გაშლა და თუ კიდევ რამე ესეთი გინდათ რამე საკითხზე უფრო საფუძვლიანად გავშალო, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ. ეს არის წყაროს დრო. დროებით.